ვინ არის გიორგი ქართველიშვილი და რა აკავშირებს მას კორცხელი ძალადობის ფიგურანტ კობა ტყეშელაშვილთან. პირი, რომელიც მედიას ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მეგობრად გაეცნო და ბრალდებულს ხანდაჭერა გამოუცხადა, MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილია. ის ფოტოებზე ხშირად პოზირებს ქართული ოცნების ლიდერებთან ერთად. ქართველიშვილმა 27 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფუძნებს მოძრაობას და იდენტობის დასაცავად მზად არის ციხეშიც კი წავიდეს. ანუ ღია თქვა, რომ დანაშაულებრივ ქმედებაზე წამსვლელია. მზად ვარ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ. ქართველიშვილის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რა აკავშირებს კობა ტყეშელაშვილთან, რომელიც სხვადასხვა დროს სავარაუდოდ არაერთ ძალადობრივ საქმეში ფიგურირებდა. არჩევნების დროს ისანში მაგალითად რა საქმიანობდით, კადრები არსებობს, ტყეშელაშვილი რომ არის, ანუ მოჭიდავე, ხალხს როგორ დასდევდა, სცემდა და მაგ კადრებშიც თქვენ ხართ და გითხარით თუ შეიძლება ისანში არჩევნების დროს რა საქმიანობდით, რა ფუნქცია რა ინფორმაცია იძებნება კობა ტყეშელაშვილზე ღია წყაროებში. ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი მოჭიდავე კობა ტყეშელაშვილი ბრალდებული იყო კორცხელი საქმით. სოფელ კორცხელში 2016 წელს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სასტიკად გაუსწორდნენ. კობა ტყეშელაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში 2024 წლის არჩევნების დღესაც მოექცა. ის ტევ-პირველმა ამოიცნო იმ საარჩევნო უბანთან, სადაც ოპოზიციური პარტიის წევრს ხელკეტებით გაუსწორდნენ. კობა არის დაცვის კომპანია ალფა გრინის ყოფილი დამფუძნებელი. რას ქვია გამაჩერა ბატონო კობა ახლაც არის ვინანი კობა ტყეშელაშვილი რომელიც იყო კახიტალაძის ყოფილი დაცვა. კობა ტყეშელაშვილი გიორგი ქართველიშვილის მწვრთნელია. გარდა ამისა, შპს გრომ 001-ის თანამფლობელები არიან. ასევე არიან გამგეობის წევრები შერეული ორთაბრძოლების ფედერაციაში. ჩემი მწვრთნელია და ბავშვობიდან ამ ადამიანთან აღზრდილი არაერთი მსოფლიოს გეოგრაფიის ჩემპიონატი. სემის კადრების ჩვენთვის გასაგები იმას სხვა პოზიცია აქვს შეიძლება. თქვენ მუშაობთ სადღაც თქვენ დირექტორს და თქვენი ერთადერთი პოზიცია. ჩვენ არ გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, მე გეუბნები. ქართველიშვილიცა და ტყეშელაშვილიც ფოტოებზე ზოგჯერ ერთადაც პოზირებენ ქართული ოცნების ლიდერებთან. პარტიის წევრებმა ქართველიშვილს იმავე დღეს ღია დაობეს მხარი ახალ წამოწყებაში. ის რაც ახლა დაანონსდა, ალბათ ბუნებრივი რეაქცია იყო საზოგადოების დიდი ნაწილის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ კარგია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთიანდება და ხმას იმაღლებს. საჯაროდ აქვთ დაანონსებული ამ მოძრაობას, რომ ყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხო.